შენ არ გჭირდება ჰოლივუდის დონის მონტაჟი იმისთვის, რომ წარმატებული ბლოგი გქონდეს. შენ გჭირდება საკმარისი, ნორმალური, უბრალოდ არასაშინელი მონტაჟი. რაც რო გადის კონტენტი უფრო და უფრო იხვეწება და უკვე ჩვენი სტანდარტები ცაშია. ხმები, ეფექტები, ფონტები, ელემენტები დაფრინავს და ამის გამო საბოლოოდ გვექნება ილუზია, რომ ამის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. ეს არის ბრენდინგიდან დღე 25-ე, ამ ეტაპზე 10300 გამომწარი. არ დაგიმალავ, მეც ასე ვარ, როდესაც ვხედავ მონტაჟს, რომელზეც ასობით და ათასობით ლარია დახარჯული, მეც მგონია ხოლმე, რომ თუ ასე არ გავაკეთებ, ჩემი ვიდეო წარმატებული არ იქნება. თუმცა, შემდეგ მახსენდება ეს 5 არგუმენტი. განსაკუთრებით ბოლოა ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი, წარმატებული ვიდეოს მთავარი დანიშნულებაა ყველაფერი ჩანდეს, ყველაფერი ისმოდეს და არაფერი ზედმეტი არ ფანტავდეს ყურადღებას. თუ შენი მონტაჟი ამ ყველაფერს ემსახურება, ეს უკვე საკმარისია. მეორე, არსებობენ ძალიან წარმატებული კრეატორები, რომლებიც მხოლოდ კამერასთან საუბრობენ, არანაირი რთული მონტაჟი არ აქვთ. ასე რომ შესაძლებელია. მესამე, პირადი გამოცდილებით თავად ავედეთ 300,000-ზე მეტ გამომწარზე ძალიან რთული მონტაჟის გარეშე. რისი გაკეთებაც თავისუფლად შეგიძლია მხოლოდ ტელეფონით და უფასო აპლიკაციებით. მეოთხე, კი, ფრინავი ელემენტები და ეფექტები უფრო მეტი ხნით ინარჩუნებს ადამიანის ყურადღებას. თუმცა, მეორე მხრივ იზიდავს აუდიტორიას, რომელსაც სხვაგვარად არ შეუძლია ყურადღების შენარჩუნება და ყურადღება ზედმეტად იფანტება ასეთ ელემენტებზე და ნაკლებად გვამახსოვრდება შინაარსი. მეხუთე, წარმატებული ბლოგის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი არის რეგულარობა და რეალოდანებრივად ბევრი კონტენტი. თუ ერთი ვიდეოს შესაქმნელად გჭირდება ზედმეტად დიდი ენერგორესურსი და ასევე ფულადი ინვესტიცია, შეიძლება ამას ვერ შეინარჩუნებ გრძელვადიანად. ამ შემთხვევაში ჯობია შეამსუბუქო შენი სტანდარტები. ამიტომ აი 3 ელემენტი საკმარისად კარგი მონტაჟისთვის. პირველი, ამოჭერი ყველა პაუზა ამ უნდა შეცდომა. მეორე, სასურველია ყველა გამოთქმული სიტყვა ეწეროს სუბტიტრებად, რადგან ბევრი ადამიანი ხმის გარეშე უყურებს და ბევრად მარტივია თან წაიკითხოს და თან უყუროს. და მესამე, შეგიძლია დაამატო ფონური მუსიკა. სულ ეს არის. თუ გინდა უყურო ამ სერიებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგჩეს შემდეგი სერია, მომწერა პირადში სიტყვა 0-დან.